გაგამოშვების ბოლოს ქველმოქმედება ერთლარად ან საერთოდ უფასოდ მახათას მთაზე მდებარე ევერიის ღვთისმშობლის ტაძრის მშენებლობისთვის საქველმოქმედო აქცია გრძელდება. მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს ნებისმიერ ფასად შეუძლია. სამონასტრო კომპლექსს, რომელიც 2700 კვადრატულ მეტრზე აიგება, კათოლიკოს პატრიარქი საქართველოს ავტოპორტრეტს უწოდებს. გამარჯობა გენიჩა. მე ვზივარ ეხა დროებით, მე ვარ პაატა ბურჭულაძე. პაატა ბურჭულაძემ 1 საათით საინფორმაციო ცენტრის ოპერატორის როლი მოირგო და სხვადასხვა ინფორმაციასთან ერთად მოქალაქეებს აწვდიდა სიახლეს იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლია თითოეულ მოქალაქეს გახდეს ქველმოქმედი და ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. ძალიან ძნელი სამუშაოა მე რომ ვთქვათ და ძალიან საფასურისგებლო, მაგრამ ძალიან კარგია მე გამიმართლა ახლა გიორგიმ დაარეკა, რომელიც დავითიანის წევრია და ძალიან აინტერესებდა როგორ იყო თან მშენებლობა. ტაძრის აღმშენებელი ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გახდეს. აქ არც თანხაა შეზღუდული და არც წევრთა რაოდენობა. მთელი იდეა არის ის, რომ დედა რომ შეიყვას თავის შვილს ამ ტაძარში, უყეშენებულში უნდა თქვას, რომ მე ეს ტაძარი ავაშენებ მთელ საქართველოსთან ერთად და ეს მართლაც ასე იქნება. რამდენიმე წელიწადში აქ იდგება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი, რომელსაც მთელი ერი ერთად აშენებს. ამ დროისთვის საძირკველის მშენებლობა უკვე დასრულებულია. სამონასტრო კომპლექსთან ერთად მახათას მთაზე განთავსდება სასწავლო ცენტრი, ხოლო აქეთ იქნება თავშესაფარი ობოლი და მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობა 2012 წლის 17 აპრილს დაიწყო. ამ სახალხო აქციაში უკვე 204 ადამიანზე მეტია გაწევრიანებული. ივერიის ღვთისმშობლის ხატის ჩამოგზავნებაზეა მთელი საუბარი და ეს ტაძარი შენდება ზუსტად იმიტომ, რომ საქართველოს ხალხი როგორ დახვდება იმ ხატს, რომელიც სასწავლებრივად როგორც მივიდა ივერონში, ისევ სასწავლებრივად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში. ტაძრის მშენებლობა ფონდ ივერიისას ორგანიზებით მიმდინარეობს. პროექტის ავტორი ომარ ნაფეტვარიძე გახლავთ. ყველა დეტალი სპეციალურად შეკრებილ კომისიასთან თანხმდება. აქტიურადაა ჩართული 12 გამოჩენილი ხელოვანისგან შემდგარი ქტიტორთა საბჭო. ლაშა თაბუკაშვილი ერთ-ერთია, ვისაც ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა. ესენი არიან ადამიანები, ვინც დაუმტკიცა ის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, ის არის აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი ღვთის წინაშე. ასეთი კურთხევა არის. სახალხო აქციაში, რომელიც ხელს შეუწყობს მთელი საქართველოს გაერთიანებას, მალე სამინისტროებიც ჩაერთვებიან. პირველი, ვინც ამ ჰუმანურ ნებაყოფლობით აქციაში შეუერთდა, თავდაცვის სამინისტრო გახლდათ. თვის ბოლოს თეატრი ლუკიანის უწყებას გაწევრიანდება, შემდეგ კი ფონდი აჭარაში გეკმავს ჩასვლას.